გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოგკითხვა ბედნიერება და სიხარული. დავამთავროთ არა ჩვენი პირველი დელივერი, ანუ მიწოდება 8 მილი დაგჭა, ჩამოვედით უკვე დესმოინეში. იმ თოვლის გარემოებიდან გამოვედი და მოიტყვიან ამოვისუნთქე. მაინც არის თავისებური დაძაბულობა იმ თოვში რო ხარ, რომ მიდიხარ ბლეკაისები და გაყინული ის ყინულები რო არის გზაზე. მანქანა სრიალებს რა. გინდა არ გინდა ორმაგი ყურადღება გინდა. და როგორც კი გამოდიხარ აქეთ მშრალზე, აი ეს როგორც ვთქვა, თითქოს მოგეხსნაო რა, ეს ყურადღება დაძაბულობა და უკვე მშვენივრად აგზნობ თავს. მით უმეტეს უკვე მე შევეჩვე უკვე მანქანას და ის თვისებები, რასაც ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ როცა მანქანას ატარებ, უნდა შეიგრძნო თავიდან ბოლომდე. ასე ვთქვათ, უკვე შევიგრძენი, რომ ფაქტობრივად 500 მილი გავიარეთ, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ მანქანა თავისი ცნობებით, აი მე რას გულისხმობ, იცი, ალბათ მიმიხვდებიან ყველა მძღოლები, აი შერწყმული ხარ, შერწყმული და აი შერწყმა ფაქტიურად მოხდა. ახოთ აბა ამასობაში დელივერი მაქვს და უკვე დისპეჩერმა გამომიგზავნა სხვა ტვირთი. რაღაცნაირად დაეწყო. ეხლა თავარი ესა უცბად გადმოტვირთვანე, სადაც მივდივარ და ამ პროცესს ასე თუ ისე გაჩვენებთ. ისეთ ადგილებში მოვედით, საუბრობთ ალბათ აი საწყობია. საწყობი ან საწარმო, რომელიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ამ პლასმასის რა ქვია რეიკები თუ შველერებიდან რას აკეთებენ. ჩვენი კომერციული ინტერესი ხო უნდა დავიკმაყოფილოთ, დავიწყოთ ძებნა. ესე იგი, მონიკა და მარგარიტა ერთმანეთს ეჯიბირებიან. ერთი იმ გზით მივყავართ, ერთი გზით მივყავართ, მეორეს მეორე გზით. ამ დროს უკვე მე ვთავ ჩემ გონებას, რომელია სწორი. აი სადღაც ასეთი გამოთქმა ხო არის, შუაშია ჭეშმარიტება. აი ასეთი პროცესით ვართ დაკავებულები. საწყობი და ერთმანეთში აქვთ ვაჭრობა. მაინც ახლა ფართები რო არის დიდი, მაინც ამხელა დიდია ამერიკა რა. საქართველოში ტერიტორია პატარა გვაქვს, ასეთი გასაქანი ნამდვილად არ არის ახლა. Turn right onto Northeast 19th Street. Turn right on Northeast 19th Street. ისე ტრაილერი ძღოლებისთვის ასეთ ადგილებში მუშაობა არის ძალიან მაგარი რა, 64 ქალაქი არ არის, დასახლება არ არის და აი არის დაკრავს ეს ერთი საწყობი და მეორეში გადაგახს და ძალიან ადვილია. სად ახლა ჩვენ რომ ლოს-ანჯელესში რომ დავდივართ ხო და კალიფორნიაში და აქეთკენ ნიუ-იორკის მიდამოებში. In 600 feet, turn left into the parking lot. ადვილი სამუშაო ამხელა საწყობია. Turn left into the parking lot. და არ ვიცი, ეთქობა ეს ორგანიზაცია, აქედან შევიდე თუ იქიდან შევიდე, არ ვიცი, თუ ახლა წარწერაზეა დამოკიდებული, მაგრამ ხედავ რომ იქიდან ადგილი ალბათ იქიდანაც აიშეს. მოდი წავიდე პიტაპოი. ეს მარგარიტა მაინც უკვე მანქანის იმით დადის პროგრამი და ეს Turn left into the parking lot. ხო, ახლა რომელი გვიდა? ეს ჩვენ გქონდა 6000. იქითაც არის, აქითაც. მაშინ და. დაიგე ახლა. ესე იგი, ესეც ამ კომპანიას ეკუთვნის.
და ისიც იმ კომპანიას ეკუთვნის. მოდი მაშინ გაგეშევა მაინც ახალ 6000-ია მიკითხე. ჩავიცვათ კი არა დავიხუროთ. გრამატიკული თავარია გრამატიკული შესწავლებით არ დავუშვათ. წავიდეთ აბა ნახოთ. ო ეგერ არის ალუმინის ისინი, ალბათ ზოგადად მოსულები. შეუდგეთ პროცესებს. შეუდგეთ ძღოლის ფორმაში ჩაჯდომას. Head west. Australia authorized personnel only და ეს ტიპი მოდის და ალბათ მეტყვის იქით მეტყვის იქით it's receive it place over here. Yeah, see where the Okay. truck is down there. Thank you. იხტარო სხვაგან მივედი და იქით ყოფილა ისაღები ოფის. საწყობია თუ საწარმო და გავიგოთ. აი ასეთ რაღაცები არის ხო ჩვენ რო ვიყავით. წერია ისინი. საერთოდ წერია ხოლმე receiving office is office to knowledge. არის ნეტავი ახლა. აქაც ავტორიზენს ვეღარ გავიგე გავსახად. ალბათ იქით მივიდე. shipping receiving აგერ წერია. იქით ავტორიზენ საპასუხო პირები უნდა მივიდნენ აგერ shipping and receiving office. ნუ ოღონდ ასე წერია და ვეთ ჩვენი ოკეი. შევიდეთ. დოკ ორთან მოდიო, კაკრას აგერ არის დავაყენოთ ჩვენი ტრაილერი. ოპერატორად მუშაობთ რა. ჯორჯ. რაც კარგად მიდის საქმეები. იმედი ასე წავასულ. მოდი ხა მე კარებს გავახეთ. დავახეთ. ეს გავაღო და მაინც შევამოწმოთ რამე ხო არა ეკაფუჭები. არაფერი. ეხა იქ რომ მივაყენებ არ ამგონია რომ გადმოვარდეს. კინებია და რა უნდა გამეფუჭები. აი წავედით, მაგრამ ეს მაინც ყოველთვის სულ ამბობ ხოლმე, აი დამწყები ძღოლები რო არიან, ყოველთვის შეამოწმეთ. შეიძლება გადმოვარდეს, ან გადავარდეს, სანამ დააყენებ, მერე შეასწორებ, გამოასწორებ და არავინ აღარ მოგედავებ. ეს როგორც თვისება, როგორც საჭრის წინ პირი უნდა დაიბანო, აი ესეთი რაღაცა, ეს. მახსოვს ჩემი ძმაკაცი მასწავლობდა ტარებას რა, ის ტახზე მუშაობდა და ტახზე მასწავლდა ესა აჯენდა ხოლმე და მაგი მეუნებოდა ხოლმე რომ სოფელშიც ყოველთვის აი თქვა მარცხნივ მიდიხარ პავროტნიკი ქართლოდოგორა ჩართე მარჯვ ართე სოფელშიც რო იყო და არ იყოს მოძრაობა ყოველთვის ესო კანონათო შეიქმენიო და აი მეც ახლა მაგალითად რაც არ უნდა უკაცრიელი ადგილას მოვიდე ყოველთვის მარჯვნივ პავროტნიკი ავტომატურად წავ და აი რატო შევადარი? აი აქაც აი ესე უნდა ვიყოთ რა, იმიტომ რომ ვიცი ახლა რატო ხა რაღაცა გადმოვარდა, მე შეიძლება შარიანი ვიღაცა შეხვდეს. არაფერი შეხედავ, გადახედავ, თუ რაღაცა ხუთია გადმოვარლია რაღაცა უცბად. გაასწორებ და პრობლემაც აღარ იქნება. მივაყენოთ ახლა ეს ნელა. არა, ტრაილერებს ზღურებისთვის იდეალური ადგილია ასეთ ადგილებში მუშაობა, წეღანაც ხუთკია, ასეთ საწყობებში დიდი სივრცეა, მანქანა არ გიშლის, არავინ არ გიშლის და იმუშავე და იყავი. ხაზებზე დავაყენოთ. აკე მარცხნი. ნელა მივაყენოთ. всё, დავაყენეთ, მაგრამ მაინც ოთის შეამოწმება საჭიროა.
აქ ახლა კარგია ხაზები და ეს რო არის. აგერ მეორე მანქანა მოვიდა, ამასაც უცხო დააყენა. ყოველთვის მაინც ასურველია რომ აბა კარგად არის დაყენებული თუ არა. იდეალურად არის დაყენეთ. წერანავს თქვი რა, ეს ასეთი ადგილები ტრაილერი ძღოლებისთვის არის როგორ ვთქვი 6-4 რა. წვანეა და მე წითელი მე გადმოტვითო. ალბათ მე მოვა ტიპი და მომცემ საბუთებს. ნუ ყოველ შემთხვევაში რაც ოპერატულად მუშაობთ. იქიც აწყობი, აქიც აწყობი, ამხელა ფართი, როგორც გინდა ისე მიაყენე, ასე მოაყენე. ეხა იმას ვადარებ ქალაქ ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში და ჩიკაგოში რო ვახო ვიწრო ქუჩებში. ეხლა გადავხედოთ, სანამ ამას გადმოტვირთავენ, სად უნდა ავიღოთ პიკაპი, სადღაც ახლოს არის აქ. ავკრიფეთ ეს მისამართი, ანკენი, ვიმე, ნახეთ. დიდი 2 მილი იყოს რა. Please drive to highlighted 3 road. მილია რა. 3 საათამდე უნდა მოვასრულოთ მისვლა. ეხლა რომელია? ჯერ 12-ია. და გადმოტვირთვაც დაიწყეს. ისე სწრაფად ტვირთავე რომ მისამართი საკრეფასაც ვერ ვასწრებ. ნუ კარგი. და მივდივართ, ეხლა სად მივდივართ, ნახოთ. ავკრიფოთ სად მივდივართ. ეხლა Google Maps-შიც ავკრიფე, იმიტომ რომ ზემოდან რო სურათს უყურებ, უკვე იცი რომელ შენობასთან მიდიხარ და კაი. ეხლა სანამ გადმოტვირთავენ სად მიგვაქვს ის ტვირთი, რაღაც ქაღალდის კორპორაციაა და ავკრიფოთ. ესე იგი, კედარ სიტი იუტაში მივდივართ, დავაჭიროთ აბა რამდენია. ეს ახლა პირდაპირ რო აჩვენებს ის მოკლია და ახლა გზებით რო წახვალ, უფრო მეტი იქნება. აბა რამდენი გვაქვს გასავლელი? ესე იგი 1056 მილი. ნუ 1300 სიტყვაზე. ესე იგი 1300 მილში იხდიან $3400. ძალიან მაგარი ფასი, რამდენი გამოდის? 2.60. ხო, არა, ფასები მომატებულია, ეს საჩვენოთ კარგია. და როდის უნდა ვიყო დაიცეთ დღეს ახლა რა დღეა? დღეს არის სამშაბათი და იქ უნდა აპოინტმენტი მაქვს პარასკევს დილით. სამშაბათი, 4 შაბათი 2 დღე 1000 კი თავისუფლად გავავთ. მაგრამ ეს კი კაი ფასია, მაგრამ ერთი მომენტია, იუტაში მივდივარ. აი იუტაში ტვირთების აღება ძნელია. ზოგჯერ არის ხოლმე დაბალ ფასად მივდივართ იუტიდან კალიფორნიაში, მე კალიფორნიიდან მოვდივართ. ნუ ერთი წრედი იკრება. ნუ ნახოთ რა, საერთო ჯამში ცუდი არ არის. ეხლა გადავხედოთ ვაიომინგში როგორ გზარი იუტაში, ხო ჩერის ვაიომინგი უნდა გადავიდე, ეხლა მის ისა როგორი ამინდები იქნება, ხო იცით, ძღოლურ ამბავში ეს უნდა გათვალო ყოველთვის. ეხლა ჩავიხედე ამინჩი 4 დღეს ახლა ქარია ვაიომინგში 4 შაბათი 5 შაბათი 4 შაბათი 5 შაბათი მზიანი ამინდია და ქარიც არ არის. ყინვა კი არის, მაგრამ თავბრე მზიანი თობლიერ. რაღაც კარგად მიდის საქმე. ნახოთ, ვიცი. საწყისები და ნიშნები შვენიერია. განაჩენი უკვე რეალობაში ნახოთ. ეხლა თავარი ამათმა გადმოტვირთონ უკვე ტვირთავენ და მეც ამასობაში უკვე ყველა ინფორმაციებს ავკრიფავ როგორ შენობაში მივიდე, რა შენობაში მივიდე და ასე შემდეგ. გავედი კაცო და უსვათ ქაღალდი მომიტანის რა, უსვათ დატვირთეს. არა, ოპერატიულად მუშაობთ. წავედით ახლა. გადმოვაყენეთ მანქანა და ამ დროს კარები დავკეთო და ყოველთვის გინდა კარები ნებისმიერ დროს უნდა დაკეთო, მაგრამ არის ხოლმე ხშირად რომ აი ეს სტრეპები სულ გადმოვაყთ ხოლმე და ავიწყდებათ რომ უკან დააბრუნო რა. აბა ჩვენი სტრეპები აქ არის. ჭუჭიანიც არ არის. მოდი დავკიდოთ. ეს ჩამოვკიდოთ და ყოველთვის დატვირთვის წინ ყოველთვის მაინც შეამოწმოთ ხოლმე რა. ყოველთვის შეიძლება ისეთ იმაში მიხვიდე რომ ეგრე ცოტა ტვერია, მაგრამ არა უშით ამაზე არ მგონია რაღაცა მითხრა. ნუ სასურველია რომ ესეც გაიწმინდოს, მაგრამ არ უშით ახლა ცივა და ნუ ყოველ შემთხვევაში ესეთი ცუდი ვიდი არა აქვს რა.
აქ ახლა რაღაცა კიყია ცოტა მაგრამ უშეს მოვასწროთ იქ. ცივა და და ჩამოსვლისასაც ყოველთვის ყურადღებით, იმიტომ რომ შეიძლება ჩამოხებ ფეხი გადაკიტრიადეს და ტრამვა მიიღო. ეს დავკეტეთ და ყოველ გადმოსვლაზე, გადასვლაზე გადახედეთ ზეთი რამე არ იყოს გამოსული საბურავებით და ესეც როგორც ჩვევათ უნდა მიიღოთ ყოველთვის. აი წავედით ახლა ჩვენ მეორე პიკაპზე. Continue 1/4 mile to the end of the street, then turn left. იმუშავე რამდენიც გინდა ასე საწყობებში ერთხელ კი არა. You'll take your first right onto Northeast 19th Street. Turn right onto Northeast 19th Street. At the end of the street, turn left. ვიმყოფებით შტატ აიოვაში. ტრამალური სტილის შტატია და მთელი საწარმოები აი ესეა მიმოფანტული, გაფანტული. ძალიან მოხერხებულია აქ სიარული და მუშაობა. Southeast 72nd Street. ტრაქტორზე ნამყოფი ვარ. არის ხომ რომ სადაც ღამეს გაათენებ ის მერე გახსოვს ხოლმე რა და ერთ-ერთი ასე ტრაქტორი იყო აქ გონიეთი ორჯერ მაგ ღამე გათენებ. იმ გარგინდა მოგონებებში ამოტვირთდება ხოლმე ის ადგილები სადაც რო გაქვს ასე თუ ისე გატარებული. ძილში თუ მუშაობაში In half a mile, turn right onto Southeast 72nd Street. ეს აქეთ ეს ამაზონის საწყობია, ვეგან მოდებული ამაზონის საწყობი. მგონი მე აქ დამყოფი ვარ. D43 Southeast 72nd Street. ამაზონიდან დამყოფ, ჩვენ მოგონი იმ საწყობიდან ტვით. ადრე ვარ დამყოფი, ძალიან ორგანიზებული საწყობია. ისე კარგია ხოლმე, ადრე რომ დამყოფი ხარ. მე უფრო ადვილად ეს უნდა მიხვიდე, როგორ მიხვიდე. მოხერხებულია. არ მახსოვს აქიდან წავიღეთ რომ აქით მოვიტანე, მაგრამ აშკარად რომ აქ ვარ ნამყოფი, ეს კი ვიცი. ქაღალდის იქ კედარ იუტაში მიმა ქაღალდის კორპორაციაში და აქ რა არის არ ვიცი, მაგრამ მივიდეთ თავარია ჩვენ მისაღები ოთახი გონი იქით არის თუ ეწევს ოფისი, როგორც მე მახსოვს. ხო, აგირა. კი. აქ ვარ ნამყოფი და ესე კაი პუტყუნა გოგოები არიან ხო. მე რაც უნდა დავაყენე მაშინ, გამოიწება როში. უბრალოდ საუბრობთ აქ დამაყენებინებ, მაგრამ ჯერ თავარია ჩეკინგი გავაკეთოთ.
24-ში. Dwarf 24. Okay. ის აწყობია რა, ხოცა კაი გოგოები არის. გოგოებმა ყურადღებას არ მომაქციეს და წაიკითხე რა წერიაო და ეწერა რომ 24 კარებთან უნდა გავაკეთოთ რა ქვია მას. ჩეკინგი. ადრე იქონდა და კანს ესე გონი. პეპსი კოლას ისინი რო არის. აქვია რკინის აქვია რკინის ბანკები. აი მაგენი იქნება წასაღები. ეს არ გვაწყო ჩვენ უფრო მძიმე გვინდა ეს სუფუკი ტვირთია. ჩვენ სუფუკი ტვირთი არ გვინდა ჩვენ გვინდა მძიმე, მაგრამ აქტიურად მნიშვნელობაც არ აქვს. ეხლა ვაიომინგში ქარი არ იქნება. თოვლის არა ჩანს, მაგრამ აიც ტრაილერზე რო ხარ გიჩემია. უფრო ცარიელი. აი 24 კარები აქ არის და სავალო გამათ. აი დრაივერს ეთრას. მოატრიალოთ. სადო ჩვენი. ჩვენი ჯორჯი და ტრაილერი. კარგად რომ ვაყენოთ, წინასწარ მოვემზადოთ. ნახოთ ვენახი, აბა ნახოთ ვენახი. ის არ დამოვიწყეს ამის გათიშოს, ამის რო ჩერდები ოფდიუსელნო ჯობია, რომ მე დაჭირდება ეს დრო და რატომ უნდა დავხარჯოთ ყველა უბრალოდ. Okay, drivers enter. აბა რამე გვაქვს ხო კომერციული გვაინტერესებს. ხო, რაც აი ხო, არა ხუთები მიგვაქვს რა ეს. შეიძლება სავსე იყო, თუ სავსეა თუ ცარიელებია. არ ვიცი, ნახოთ. გამაბნია, შენო იქ უნდა წახვიდეო, ისე იქ მივდივარ. 12 კარებთან, საიდანაც გამოვედით. ისე ცარიელებიო და ეთყობა იქ სავსეა, ნუ რა ვიცი რა. ავირიეთ, მაგრამ ხო იცი, თავარია, არა თვითად ეწერა ცარიელებიო, მაგრამ რა ვიცი ვერ ვიყავ. აი, წავედით. 12 კარებთან მივიდეთ. როგორ ვამბობთ, სამუშაო წვიმანები. 12 კარები. ეს სწორად მოსუვად კაცო რა. ისე ვაკე ეს ლამაზი გოგოები და აქეთ გამომიშვეს და აი მორიდებული კაცი რო არ ეხა იმ გოგომ ისე შემომხედა და ჩავთვალე და უნდა მეთქვა რომ არ ვიცი მე თვითონ ჩავთვალე იქ წადიოდა აქ უნდა მოსულიყავ ისე ნუ არა უშავს ხო იცი ყველაფერი იჭრება თვითა და წყნარად გააკეთებ ახლა უკვე pick up deliver check in by door 24. მაგრამ ეკნა. არა უშავს წავი გავაგზავნე ჩვენი ამბები. ეცუთი დამილოდო. თავარია ჩვენ არ გაუბრაზდეთ და მშვიდად გაუღიმოთ ყველას. რადიანეს. აქაც არის ხოლმე ბიუროკრატიული მომენტები. ასე. საუბრობთ ესეთი რაღაცები უნდა წავიყვანოთ. გავიარეთ ჩეკინგი და რა შემოწმებებია რა. რა იცი. წინა ვიდეოში რომ მოდეთ კონტროლია ყველაფერში, ტოტალური კონტროლია ყველაფერში. რა ვიცი ხა ძღოლი ვარ. მიმაქს რაშუ მომწმებენ და გამოწმებენ. კაი, გვითხრეს კარები 5. მოდი ახლა ჩვენ კარები გავახოთ. კი. კარები 5. რა საინტერესოა, ესე იგი. საბუთები მომთხოვეს, ვინახა რახა. ეხლა სასაზღვრო შტატებში, აი თქვა არიზონაში და მექსიკასთან იქ იციან ხოლმე და აქ შუა აიოვაში. მოდი დავაყენო და მე გავაგზავნოთ საუბარი. მე-5 დოკი გვინდა, რომ დავტვირთავ და მე მოვლენო და სიც მოგცემენ.
გავაყენოთ. ზადიხარ მივიდეთ დავაყენოთ კამერა. ჩევამოწმოთ მაინც არ უნდა დაიზაროთ ყოველთვის გადმოდით ცოტა ვარჯიშიც არის ეხლა დიდი არაფერი ვარჯიში არა მაგრამ ფეხებს მაინც გაშლით ოკეი შეერჩევს ყველაფერი კარგად დავეთით ეხლა ცოტა გავისაუბროთ თემაზე რომელიც აი მოდი წყნარად დავждეთ და ვისაუბროთ ჩემთავს კიდევ სიცივე უღაც. Please drive to highlighted route. თემა დელიკატურია, უბრალოდ თითქოს დელიკატური თითქოს არ არის, მაგრამ ისე გახდა ეს მდგომარეობიდან გამომდინარე და რას გულისხმობ? აი ხლა მე გამიკვირდა ეხლა ცოტა გაკვირთავთ კი კონტროლი მიდის. ეხლა ხომ მივედი ჩეკინგი გავაკეთე და დიდი ხანი არ გამოდიოდა, გამომართვე საბუთი ვინახარ რა ხარ მუშაობის უფლება გაქვს მეთქი ხო ვაჩვენე და მე გამომიშვეს აი რისი თქმა მინდა იცით მეგობრებო აი რატო თქვი რომ დელიკატურია და რაღაც შეურაცხყოფას და გინებას არ დამიწყებენ და რაღაც უაზრო იმათ არ გაიგებენ თქვენ ყველას მოგეხსენება ცნობილი ბლოგერია ილო ხობულაშვილი და მაგე ხშირად გამოდის ხოლმე და სასარგებლო ინფორმაციებს იძლევა საიმიგრაციო ამერიკული ცხოვრების და ტექნიკურის გარდა ბევრ რაღაცებსაც ამბობს ხოლმე და ეს ადამიანი თავის ინფორმაციას გვაწვის ჩვენ და ძირითადად მაინც უფრო აი მძღოლები და ვინ ჩამოსულები არიან და ისინი უყურებენ ამას და ხშირად ეხლა აი საბუთების შემოწმებაზე დაჭერებაზე და იმაზე რომ ლაპარაკობს ბევრი ამას აი ილო ძაბავს ილო აგიჟებს ხალხს ისა ასე და შეურაცხყოფას აყენებენ და წყინს ამ ადამიანს და მეც ახლა ვიფიქრე ახლა მე რო თქვა ეს ინფორმაცია ალბათ მეც ვინმეს მეტყვია რომ ვინმეს უძაბავს სიტუაციას ნამდვილად არ უძაბავ ფაქტია რომ ძალიან ამოწმებენ ასე ადრე არ იყო და ჩვენ ახლა ჩვენი არხი და მეც და ილოც და ყოველთვის ვცდილობთ რომ ჩვენი თანამემამულენი და ჩვენი მოქალაქეები რაღაც პრობლემაში არ გაეხვინენ და ფაქტია რომ აი ესეთი შემოწმებები მიდის. არ ვიცი ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, მე არ მახსოვს. მე წეღანას ვთქვი რომ მახსოვს აი მაგალითად მექსიკის საზღვარზე ან იქ საბუთებს თხოვდნენ, იმიტომ რომ ახლოს ეს მიღებული იყო, მაგრამ აქ შუა აიოვაში, რაღაც გადაკარკურში, ტრამალებში ასეთი რაღაცა თუ ხდებოდა, ნამდვილად არ მეგონა. აქედან გამომდინარე, მაინც მეგობრებო, ვინ შემოსულია ამერიკაში და უნდა რომ აი იმუშაოს და რაღაცა და თუ რაღაცას იგრძნობს რომ საბუთებში მყარად არ დგას, ჩემი აზრით მაინც ჯობია რომ შეიკავოთ თავი, იმიტომ რომ წინა იმაზეც შემამოწმეს, მაგრამ აღარა ვთქვი, მე თქვი, ახაც თუ შემამოწმეს, აი არ მოველოდი და ნახოთ იმედია ეს ყველაფერი გაივლის და მაინც სიფრთხილეს თავი არ ტკივა და მეგობრულადაც მაკაცურად ძირითადად ალბათ აი ვინც მექსიკიდან არიან გადმოსულები, ვინც რაღაც საბუთებით არიან გადმოსულები, თან იცით ხო, საბუთებით კი არა, გაერთიანებაზე და იმაზე, ვისაც ოფიციალურად აკეთებს, ესეც კი შეუჩერეს. იმ დღეს ბრაიტონზე ვიყავი, ბრაიტონზეც ბიჭები დაძაბულები არიან, იმიტომ რომ შეიძლება ქუჩაში გააჩენ ხო, ნიუ-იორკი ხო, როგორი იყო, არასდროს ასეთი რაღაცები არ ხდებოდა და რაღაც ცოტა დაძაბული სიტუაციაა და აქა ეხლა მძღოლი მომუშავე მოდიხარ რაღაცა მიგაგ და გიმოწმებე ცოტა გამიკვირდა. ალბათ ეს ყველაფერი წავა ცოტა ხანში, იმიტომ რომ არ მგონია ასეთი პოლიტიკით ამერიკა შორს წავიდეს. თუ უშვებ, მაშინ შემოუშვი და თუ არ უშვებ, შემოუშვი და თუ შემოუშვი და მერე უწყიებ, მაშინ ამათმა ხალხმა რა დააშავეს, ხო? ამერიკა ყოველთვის იყო თავისუფალი და თავისუფალი ნებაზე დამყარებული სახელმწიფო და მე ბევრ პოლიტიკაში არ გადავარ, ფაქტია რომ ეხლა ქვეყანაში ადამიანს უშვებ და მერე იჭერ, მაშინ შემოუშვებ თავიდანვე და ეს აღარ შემოვა. მე გულისხმობ ეს მექსიკიდან შემოსული, ეს ბაიდენის დროს შემოსული ხალხიდან გამომდინარე ეს პრობლემებია. და აქედან მეც რო თავი არ შეგაწყინოთ, მაინც თავი შეიკავეთ, დაელოდოთ სიტუაციას, როცა დაწყნარდება.
ეხლა რომ მოვედი აქეთ მითხრეს რომ მოვურჩებითო დატვირთოს მე მოვა ქალბატონია ეხლა და ეს დაატო რა არ მქონდა ვიდეო გადაღებული მაგრამ ასეთი რულონებია ცელოფნის რულონებია მძიმე იქნება რამდენი იქნება მეთქი 40,000-იო და არ ვიცი მაგრამ მთელი საქმე იმაშია რომ ეს ცელოფანი ფაქტიურად აი აქამდეა მოსული რა ბოლომდე აქედან გამომდინარე ეხლა მე ზუსტად არ ვიცი მაგრამ მიახლობით მაინც აქეთ გამოწევ უკვე ზუსტად მეცოდინება რა წონა იქნება მაგრამ მე მაინც აქეთ გამოწევდი აქეთ იმეებზე ხრელებზე და მე უკვე საბუთებს რომ მომცემენ უკვე ზუსტად მეცოდინება რომ ხრელზე დავაყენო ეს იცით ხო მეგობრებო ეხლა ცოტა ჰაი დავაგროვებ გავიდეს მაღლა ამასაც ამოვწე წავიდეთ ეხლა იქით იქნებოდა ნაწერი რო ყოფილიყო მაგრამ არა უშავს მაინც ამას 1 2 3 4 5 6 7 8 რაც შეიძლება აი აქამდე მაინც მოვიყვან რა და მე უკვე წონაზე ავიწონები და წყალი საიდან ჩამოდის სიტყვა ზემოთ თოვლი იყო და იქნება და წვეთავს აუ სიტყვაში იგზენი ძმაო და გავწიოთ ახლა წინ გავწიო რაღაცა პირველად ვწევთ ამას და ოკეი აი ახლა გასწავე всё კონე აი ესე გავაჩერებ მაინც მომეხურეზე ნახოთ და ხტებით არა მეგობრებო ესეც თავისებური ცოდნა უნდა ამას აი აქეთკენ გამოწევ და ძალიან ბოლოშია და თითქმის მას სხვა გზა არ მაქვს ნუ ამას ეს ასტორზე შევამოწმოთ რა ეს ყველა შემოწმება უნდა იმიტომ რომ ძალიან კონტროლია ყველგან აქედან გამომდინარე აქვე არის ტრაქსტოპი და გადავამოწმე ოპა всё დავაყრა წავიდეთ ახლა საბუთებზე მეგობრებო ვიქტორინა გავითამაშოთ ეხა მე რას დავაყენე ეხა საბუთებს ავიღე და წამოვა ასე დარჩება ესა თუ ესე იგი ამის შეცვლა მომიწევს წონიდან გამომდინარე თუ არა მაგრამ ეხლა ფაქტობრივად მეც მაინტერესებს რომ ეს ტრაილერის ისინი მე ხო არ ვიცი ზუსტი წონები და ნუ ერთ სიტყვით კითხვა ასე დავტოვებ თუ შევცვლი წონას ნუ ეს ცოტა ხანში გავიგებთ მოვიდეთ ახლა საბუთები ავიღოთ მოგცეს ქაღალდები მაგრამ არის საერთო წონა არის 41,000 ეხლა ბოლოში რო არ იყოს ეს ტვირთი დადებული ნუ არც გავწევდი მაგრამ ბოლოში დევს რა აქედან გამომდინარე Excel-ზე დააწვება და ნახოთ აბა ჩვენ ხო გვიყვარს ვიქტორინების ჩატარება ახლა საერთოდ მანევრირებისთვის ყოველთვის კარგია რომ უკანა თვლები წინ იყოს მაგრამ ეს ნახეთ უკვე რამდენად უკან არის მე რო აქეთ გამოწვევ დააწვება ამას და აქედან გამომდინარე ნუ არ ვიცი ზუსტად ეხლა 51 რო ყოფილიყო არც გავწევდი პრობლემა არ არის მაგრამ ეს ტვიტი აქამდეა მოსული რა აი წავიდეთ აქ არის ახლოს ტრაქსტოპი და შევამოწმოთ ჩვენი წონა იმდენად არა რამდენადაც აი ეს Excel-ებზე დატვირთო წავიდეთ ეხლა არა წონა ფაქტურად რა მნიშვნელობა აქვს მაინც Excel-ი უნდა შევამოწმოთ უბრალოდ ეს ეხლა ისეთ სტატებში გავდივარ ეხლა ვიწრო ქუჩებში არ მომიწევს სიარული მაგრამ მაინც სასურველია ხოლმე რომ თვითონ ძღოლურ ამბავში მეც აი პირადად მირჩევნია რომ პრობლემები უფრო ახლოს იყოს და უფრო მანევრირებადია თუ აი ასეთ მოსახლეებში უკანა თვალი ასეთ ბარდურები არ ახდება ხოლმე
ერთი ხრი კარგია. ძიმეები რო ვართ. ძიმეები რა ეხლა უბრალოდ ზამთარში მაინც თოვლიან ამინჩებში, ამინდებში ყოველთვის გვიჩევნია ხოლმე ძიმე ტვირთი. In 1/4 mile, turn left on Southeast Corporate Woods Drive. ჩვენი ტრახტობი წაგერ არის სადაც არის ეს სასწორი აი სასწორი მოვედი მაგრამ რა მოხდა მეგობრებო უყურეთ აი ადამიანი რო ყველგან ადამიანია აი ხო არის ხოლმე რო იძახენ ამერიკა იდეალური ქვეყანა ისამ ეხლა მე ხო დავტვირთე მოვედი უკვე მივდივარ წასასვლელად და ეხლა დისპეჩერი მირეკავს არ წახვიდი არსათო გონი უნდა გადაამოწმო გონი სხვისი ტვირთი მოგცესო რა და მეც ახლა მოვედი აგე სასწორზე უნდა შევსულიყავი და აი საერთოდ წონა ხო უნდა მოვეწე გავჩერდი აგე შუა გზაზე ეხლა ისე გავჩერდები რომ არ შეუშალო არავის ხელი არა გამურიცხული თუ შეეშალათ მე ისე უკან უნდა წავიდე გადმოტვირთონ დატვირთონ და ასე შემდეგ რაც ჩვენ არ გვაწყობს რაც უფრო მალე წავა და წყნარად წავთ უკეთესია რა თუ არა და მაშინ უკვე მოგვიწევს წვალება გავჩერდე და დაველოდოთ ესეც სამუშაო წვიმანებია არა და მისამართი და ეს ყველაფერი სწორად წერია და რა ვიცი აბა რა პრობლემა უნდა იყოს ახლა კედარ სიტი რუპე ჯემისონ იგივე მისამართზე და რა უნდა იყოს ახლა ამის კარიენი ბიბლიოთეკის სტილი ტრეილერ ნამბა ვერაფერს ვერ გეტყვით ბრძანება მივიღე სანამ არ გავერკვევითო არაფერი არ გააკეთო და დავარ დაველოდებით თავი რა არის არავარდეთ შვიდად წყნარად სიმშვიდით და შეინდა მოიპოვეს სული შელი ეს სამყარო მშვიდების არისო ხო როგორ არის ის მოიპოვეს ლოცვაში ხო არის შვიდნი მოიპოვებენ სასუფეველსაო დაველოდოთ გაარკვიეს შეცდომით არ დაუტვირთიათ გავაგზავნოთ ჩვენი ამბები ჩვენ ახლა ავიწონოთ და როიტყვიან რა ქვია იმას ვიქტორინა უნდა გავათამაშოთ არა დამჭირდება შეცვლა ხვრელების თუ არ დამჭირდება ესე ცოტა დიდი წრე უნდა დავარტყა თორე იმ სასწორეში რომ ვერ შევეტიო ხელა ეს პროცესი ჩვენ ხშირად გვიჩვენებია ხო სასწორისის ეს ახლა რატო უნდა გააკეთო იმიტომ რომ ინადა შემოწმებები ვესტეიშენზე Excel-ზე არასწორი წონა თუ გექნება ანუ ჯარი მას გამოგიწევენ და გვინდა ახლა ჩვენ ჯარი ახლა ამჟამად არ გვინდა აი ესე ჩამოდიხარ გავასწორი უკრაინასია და აი ახლა ვეტყვი ამ წონონ First way or relay? First way. Tractor number? 1, 2, 1. You're all set, thank you. Okay. სანამ არ გეტყვიან ავწონეთ, აქამდე არ უნდა დაიცა. ეხლა აიწონა და ეხლა მივარ და შევამოწმეთ. ჩვენ ეხლა ისეთ ადგილას გავჩერდეთ, რომ დაბრეცილი და ეს გადაწევა თუ დამჭირდა, რა ხდება ეხლა? იმან დამკეტა, ეს აქიდან მოდის. იმ მანქანაზე ქალისის და დაბნეული ხარ, კანო რა გინდა ვერ ხვდები რა ეს. აი იქითაც არ მატარებს, აქეთაც არ მატარებს. მე რა გავჩერდები ჩვენ ეს შედარებით სწორი ადგილია და ნახეთ ამ ხედა ის აი მასე პრობლემები რა უკანანი კაცო. კარგი, წავიდეთ ახლა.
ნახეთ, ნახოთ ჩვენი ოფიციალური სასწორი. ამის აწონვა ჯდება $14. ეს უკვე ჩემი ხარჯია. მოგწეს და აბა ნახოთ. ვა. მეგობრებო, აი. ზუსტად გამირტყია რა, მოუერთ. საერთო წონარი 74. შუა ექსეზე არის 31 და 340 და ბოლო ექსე 32 და 540. და იდეალურად დამიყენებია, ესე იგი არც იმ უნდა გავწიო და არც აქეთ. გამარჯვებული ის არის, ვინც ათქვა რომ არ დაგჭირდება გაწევ გამოწევა. ზუსტად გავარტყით. აღედ რა იდეალურად არის რა 31 რაღაცუ 700 გრამია განსხვავება 700 ფაუნდია განსხვავება რა. ძიმი არ არის 34-ია რა. წავედით ახლა მივხედოთ რაღაცა ხო არ ვიყიდო თუ იმაში შევიდეთ აქვია მარტი და საჭირო. აქ აი ესეთ მაღაზიებში არ მიყვარს ხოლმე მოსვლა, იმიტომ რომ სულ ტკბილია, სულ რაღაცა პურებია, მე ხო პურს არ ავჭამ. ტკბილსაც არ ვჭამ. ამიტომ ზოგჯერ მიჭის ხოლმე პროდუქტების ყიდვა ასეთ მაღაზიებში რა. და არაფერი არ ამახნაყიდი. სუპიცები და ეს არის. კაი, წავედით. ამაზე მე ვილაპარაკოთ. მეგობრებო, უყურეთ 7 საათის შემდეგ მე არ ვჭამ საჭმელს. შაქარს და ტკბილს არ ვიღებ. და ვცდილობ ხოლმე რომ ცომეულობა არ შევჭამო და ძალიან მაგრა გძნობ თავს. ამაზე მე ვილაპარაკოთ და აი ამერიკაში მაგხრი ძალიან მაგრა მიჭირს. აი ესეთ მაღაზიებში რო შედიხარ, სულ ტკბილეულობა, სულ ყველგან შაქარია გარეული და ძალიან მიჭის ხოლმე და მაგ დროს ყოველთვის ვამჯობინებ Walmart-ში მისვლას. და იქ უკვე ჩემებურად ვარჩევ საჭმელს. ნუ მაგ თემაზე მე ვილაპარაკო. მოდი ახლა ჯერ წავიდეთ და დავიძრათ. ისინი რომელ ხრაზე მაქვს, მე იმ შემდეგში ვიცოდე რომ უბრალოდ მაინტერესებს ეს მე-5 და მე-6 აქ სწორად იქნება თუ არა. მაინც ახალი ტრეილერი რო არის 2-3-5. მაგას მე გავარკვევთ. აი, წავიდეთ ახლა დავიძრათ. ერთ სიტყვით მოემზადეთ, უკვე ვიცით სად მივდივართ და დავიძრათ არა. უნდა გავიაროთ აიოვა, ვაიომინგი, ჩავართ იუტაში და ასე შემდეგ. ასეთი რაღაცა უნდა თქვა, არ ვიცი, შენიშნავთ რაღაცა, მაგრამ მეცინება. ჩვენ ყველანაირად ვერიდებით, რომ თოვში არ მოხდეთ და მაქსიმალურად კომფორტით რო ვიმუშაოთ ხოლმე და ჩვენი მაყურებლებიდან, ჩვენი ფოლოურები პირიქით თხოვენ რომ მიდი თოვში არის, უფრო კაი საყურებელიაო და არ ვიცი ეს როგორ შევაფასო. როცა მუშაობ და რაღაცას აკეთებ საყურებლად, აი თუ სპეციალურად გამიშვებ და Discover Georgia-ში ვიქნები და იქ თოვში როგორ დადიან, იქ სხვანაირი მომენტია და ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რაც არის. არ ვიცი. შენიშნად არ მიიღოთ ჩემო მაყურებლებო, მაგრამ რა ვიცი, რატომღაც უნდათ რომ სულ პრობლემებში და თოვში ვიყო და ჩვენ პირიქით ვცდილობთ რომ ასეთ ადგილებში არ მოხდეთ და თუ მოხდებით, უკვე მალე გამოვიდეთ იქიდან. ერთ სიტყვით წავედით და დაგემშვიდობებით, ვიდეო ძალიან ძელი გამოგვივიდა უпроსორეთ. ის მიხარია რომ კაი ამიდებში მოგვიწევს სიარული ვაიომინგი და ასეთი რაღაცები ხო იცი როგორც ნელია მithumet ზამთარში, მაგრამ ნუ ჩვენ მაყურებელს თუ რაღაცას საინტერესო იქნება და ისეთი ყოველთვის გადავიღეთ, მაგრამ მაინც ჩვენ პირადად მე და ჩემნაირ მძღოლებს და ვინც მანქანაზე მუშაობენ, ისინი ყოველთვის ცდილობენ რომ თოვში და ასეთ რაღაცებში არ მოხვდნენ და ჩვენც რა თქმა უნდა არა ვარ გამონაკლისები. In 1.5 miles right. აი ბოლოში რო არის ესეთ მოსახლეებში ყოველთვის უნდა მოირიდო რომ ტროტუარზე არავიდეს ის ტრაილი. კარგით აბა მეგობრებო, ყველას გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას და ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.
ჩვენ კიდე შევხვდებით მომავალ ვიდეოებში. იმედია საინტერესო ვიდეოებში. კარგად.